საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ეთერში გასვლა გვიწევს ორშაბათს, სამშაბათს მაგივრად, იმიტომ რომ ხვალ ახალი წელია და პოლიტიკური ეთერები ხვალიდან უკვე აღარ გვექნება. სავარაუდოდ ალბათ შობამდე აღარ იქნება პოლიტიკური გადაცემები. ჩვენ დღეს გვეძლევა საშუალება რომ ვისაუბროთ სხვადასხვა იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და რომელიც აქტუალურია დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში და გამოვთქვათ საკუთარი აზრები და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ობიექტურები ვიყოთ, თუმცა სუბიექტური აზრიც რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ვიყოთ ობიექტურები თქვენც და მეც. დარეკეთ პირდაპირ ეთერში გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები იმ თემაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, სულ მესმის ეს პრორუსული მთავრობა, ეს პრორუსული კანონი, ეს პრორუსული საქციელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ ოპოზიციის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ნამდვილად არ იწვევს ნდობას, ამაში ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და არის, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, არის პროდასავლური, თუმცა პროდასავლური იმათაც რა არის დასავლეთი ბოლომდე არ ესმით. ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას გონია, რომ LGBT-ს თუ მხარს უჭერ, შენ ხარ დასავლელი, პროდასავლური ორიენტაციის და იდეოლოგიის ადამიანი. ეს რასაკვირველია, აბსურდია. ეს ასე არ არის, მაგრამ ამას რომ შევეშვათ, ეს პრორუსული კანონი, ეს პრორუსული საქციელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისმის კითხვა, აი რუსეთი რომ არ არსებობდეს, მე ახლა არც რუსეთის აპოლოგეტი ვარ და ყოველთვის ვამბობდი, რომ მე არც პრორუსი ვარ, არც პროამერიკელი, არც პროდასავლელი, მე ვარ ქართველი. მაგრამ ეხლა კითხვას ვსვავ, რომ არ არსებობდეს დასავლეთი, არ არსებობდეს რუსეთი. თქვენ თუ გამოდიხართ და კონკრეტულად ხელისუფლების კონკრეტული საქციელები არ მოგწონთ, კონკრეტული ქცევა არ მოგწონთ, ის კანონები, რომელსაც იღებს, არ მოგწონთ. შეუწიეთ იმ კანონებს, შეუწიეთ იმ საქციელებს. თქვენ აპროტესტებთ, გამოდიხართ და ამბობთ, რომ თქვათ გაყალბდა არჩევნები. კი ბატონო, გაყალბდა არჩევნები. მიაწეკით, რომ გაყალბდა არჩევნები. თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება უკანონოდ არბევს ხალხს. მიაწეკით ამ თემას, უკანონოდ არბევს ხალხს. მუდმივად რომ აბავთ ამ რუსეთს, არის მეორე მხარე, რომელიც რუსეთს არ უყურებს ცუდად. მეორე მხარე უყურებს რუსეთს, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანას, რომელიც მისი მეზობელია და ხალხს ბევრია ასეთი ხალხი და ადამიანებს ესმით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აუცილებელია. ტექნიკურ სამსახურს ვთხოვ, რომ ტელეფონის ნომერი გამოიტანონ ეკრანებზე, იმიტომ რომ მაყურებელს შეიძლება ბევრ სურს დარეკვა და ვერ ხედავს არ იცის ტელეფონის ნომერი და გთხოვთ მისცეთ საშუალება, რომ დაგვირეკონ. ერთი სიტყვით, არის ძალიან ბევრი ხალხი, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობა. ის კი არა, რომ რუსეთზე გიждდება, რუსეთი მოსწონს, არა, ეკონომიკური ურთიერთობა, რუსეთის ბაზარზე გასვლა უნდა. ანუ ეს ყველაფერი რეალურად ხდება ამ ქვეყანაში, ყველა კი არ არის, ყველა კი არ გამოდის და კი არ ამბობს, რომ მტერია. იმ ასპექტში, რაზედაც ჩვენ ვერ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით ვერასოდეს რუსეთთან, ხო, ანუ აფხაზეთს და სოხუმზე და ცხინვალზე მაქვს საუბარი. ეს ცალკე თემაა, მაგრამ არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ მინდა ეკონომიკური ურთიერთობა, მინდა რუსეთის ბაზარზე გასვლა, იმიტომ რომ ვერ გავდივარ, თქვა, ევროპულ ბაზარზე, ვერ გავდივარ სხვა დასავლური ქვეყნის ბაზარზე. არის ასეთი, ბევრი ხალხია ასეთი. ეხლა რაც შეეხება დასავლეთ და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს. ის დასავლეთი მინდა, ბევრ საერთოდ არ ესმის რა არის დასავლეთი. აი რო კითხო, რა გინდა, მე მინდა რომ ნათელი მომავალი მქონდეს. კი ბატონო, ძალიან კარგი. მე მინდა რომ სწავლა გავაგრძელო ევროპაში.
ძალიან კარგი გააგრძელა სწავლა ევროპაში. ანუ არის რაღაც საკითხები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. არის საკითხები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ქართულ კულტურას, ქართულ ადათს და ჩვენ ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა, ამას მივყვებით ჩვეულებრივად. მაგრამ არის საკითხები, რაშიც ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით. ამიტომ მე რის თქმა მინდა, როდესაც ორი დაპირისპირებული ბანაკი, ერთი ყვირის რომ მე ვარ პროდასავლური ორიენტაციის და მეორე ყვირის რომ მე ვარ თქვა პრორუსული ორიენტაციის, ეს არის აბსურდი. ორივე მხარეს ქართველები დგანან. პირველ რიგში ქართული ორიენტაციის უნდა იყოთ. თქვენ თუ არ გესმით ჩვენს ქვეყანას დღეს რომ სჭირდება ერთიანობა, სჭირდება მშვიდობა, მე იმას არ ვამბობ, რომ დღეს ოცნება რო გამოდის და ამბობს, რომ მე მშვიდობა შევინარჩუნე. არც ერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ნაცმოძრაობაც არ არის ომზე ხელმომწერი. დამიჯერეთ. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მშვიდობა როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვჭირდება ეს მშვიდობა. და ეს მშვიდობა, ამ მშვიდობას ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერასოდეს, თუ კი ჩვენ იდეოლოგიურად მუდმივად ვიქნებით ორ პოლუსად გაყოფილები. ეს ორპოლუსიანი სისტემა ყოველთვის აწყობს მტერს, იმიტომ რომ ეს არის პრინციპი დაშალე და იბატონე. ეს აწყობს ჩვენს მტრებს. და ქართველები, როდესაც გვიჭირდა თუ ისტორია კარგად იცის ადამიანმა, მას ახსოვს, რომ ქართველებს, როდესაც გვიჭირდა, ჩვენ ყოველთვის ერთ მუშტად შეკრულები ვუტევდით მტრებს. და ეს ისტორიაში კარგად არის გაწერილი. კი, რა თქმა უნდა, იყვნენ იმ რიგებში იყვნენ მოღალატეებიც, ბევრი ღალატი იცის ჩვენმა ისტორიამ, ეს არა მარტო საქართველოში, არამედ თქვენ ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც ისტორიის მანძილზე ბრძოლის დროს ვინმე არ ენახათ მოღალატე და რო არ ყოფილიყო მოღალატე, ასეთი რამე არ უგბავსოს არავის. და არ არსებობს ეგეთი რამე, მაგრამ დღეს ჩვენ ერთობა გვჭირდება. ჩვენ თუ დღეს არ გვინდა მაგალითად, არ გვინდა საპროტესტო აქციები, ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს იმდენი სიბრძნე თავის თავში, რომ დაიწყოს მოლაპარაკება იმ საპროტესტო ნაწილთან, მე არ ვამბობ ოპოზიციურ პარტიებთან. არა. შექმნან სამუშაო ჯგუფი იმ საპროტესტო აქციაზე, ხო არის ხალხი? ხალხი ამბობს, რომ ჩვენ არც ნაცები ვართ, არც ქოცები, არც ხაზარაძეები და არც გახარიები არავინ. აი იმ ნაწილმა შექმნას სამუშაო ჯგუფი, შეხვდეს ხელისუფლებას, კონკრეტულად დაილაპარაკონ თუ რაზე შეუძლიათ რომ შეთანხმდნენ, ოღონდ საჯაროდ უნდა მიდიოდეს საუბარი, მან ხო ის არ არის, ფულს გადაუხდიან და გააჩუმებენ. საჯაროდ უნდა მიდიოდეს აქ საუბარი. მე შეიძლება რაღაც კონსენსუსამდე შეთანხმდნენ და დამთავრდეს ეს საპროტესტო აქციები. დაღლილია ხალხი, რა თქმა უნდა, და ახალგაზრდები არ გაჩერდებიან ეს ჩანს. ამიტომ რაღაც კონსენსუსზე უნდა ანუ რაღაცას უნდა შევთანხმდეთ, რაღაც პრინციპებზე უნდა, ურთიერთობის პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. არ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა ძალამ უბრალოდ მართლა ჩამოაყალიბოს დიქტატურა და ტირანია ქვეყანაში. ასეთ რამე 21 საუკუნეში ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია, არ შეიძლება ასეთი რამ რო ხდებოდა. ზარი ეთერ შემოუშვა და მე გავაგზავნე. დიქტატურა და ტირანია. ისაუბრეთ. მოგესალმებით. იცით რა? ისაუბრეთ. ნუ ელოდებით მას. იცით რა? გამარჯობათ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. გამარჯობათ. არა, თქვენ ლაპარაკობთ, რომ ურთიერთობა გვინდა რუსეთთან. მართალია ეს ურთიერთობა საჯირო არის, მაგრამ ისტორიის რომელ მონაკვეთში ყოფილა დაუწიეთ ტელევიზორს, ტელეფონით მესაუბრებით, ტელევიზორს დაუწიეთ. დაწეულია ტელეფონზე.
არა, ტელეფონზე არა, ტელევიზორი ახლა ჩვენ გვესმოდა ტელევიზორის ხმა. კაი, გააგრძელეთ. ხო, რომელ მონაკვეთში ყოფილა, რუსეთი გვერდში დაუდგომია. რომელ მონაკვეთში სულ ღალატზე იყო საქართველოს მიმართ. კარგი, ერთი წამით. ჯერ პირველი კითხვა ხო დაისვა, პასუხი გავცე, პირველ კითხვაზე გავცემ პასუხს, მერე გავაგრძელოთ, კარგით? ახლა ამბობენ და მე ხლიერი კაცი ვარ ძალიან 80 წელს მისწანებული. ბატონო ჩემო, უდიდესი პატივისცემით გეუბნებით. პირველი კითხვა მე ხომ არ გთიშავ. პირველი კითხვა ხო დასვით, მე გაგცემ პასუხს, მერე გააგრძელეთ. პირველი კითხვა იყო ასეთი, როდის დაგვიდგა გვერდში, ხო? რუსეთი. მე მინდა გითხრათ, რომ 1774 წელს კუჩუკ კაინარჯის ზავი რომ დაიდო რუსებს და თურქებს შორის, ოსმალეთის იმპერიას შორის, მაშინ პირველად მოხდა, რომ საქართველოს აღარ იხდიდა ხარკს უკვე ჭაბუკებით და მანდილოსნებით. ანუ ჩვენ მივახციეთ, უпроსტოდ რუსების მეშვეობით მივახციეთ ამას. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის. მე აღარ გავაგრძელებ ამასის ზავზე არ ვისაუბრებ და ის რა ქვია გიორგიევსკის ტრაქტატს არ ვახსენებ, იმიტომ რომ გიორგიევსკის ტრაქტატი ძალიან ასე ვთქვათ სადაო თემა ზოგიერთი მაყურებლისთვის, თუმცა იქ ბევრი სადაოა, ბუნებრივია ჩვენი მხრიდანაც და ასევე 1795 წელს მაგალითად მაჰმად-ხანი რო შემოვიდა საქართველოში, მაშინაც ხომ არ გაითიშეთ. მაშინაც ერეკლემ უბრალოდ აგვისტოში გაუგზავნა ივან გუდოვიჩ, რომელიც იყო ამიერ კავკასიის გენერალ-გუბერნატორი, ეკატერინეს მიერ დანიშნული, იმას გაუგზავნა წერილი დახმარებას თხოვა, მაგრამ ბიუროკრატია ყოველთვის არსებობდა და იარსებებს სამწუხაროდ. სანამ გუდოვიჩმა გადაუგზავნა თავის მეგობარ პლატონ ზუბოვს, რომელიც ფავორიტი იყო ეკატერინე მეორესი, გავიდა უკვე დრო და 11 სექტემბერს უკვე აუხრებული იყო თბილისი, მაგრამ იმათმა წერილი მიიღეს სექტემბრის ბოლოს. და ნოემბერში უკვე რუსული ჯარი სპარსეთში შეიყვანა რუსეთმა. ანუ იქ რო დახმარების სურვილი არ ჩანდეს, მაშინ ისიც არ მოხდებოდა. ანუ მე შემიძლია ისტორიაზე ბევრი გესაუბროთ, უბრალოდ ეს ხომ ისტორიის თემა, ანუ ამ შემთხვევაში ხო არ არის. მე იმაზე არ ვსაუბრობ, რა გაგვიკეთა კარგი, რაღაცა კარგი გაგვიკეთა, რაღაცა ცუდი გაგვიკეთა. ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, ობიექტური ვიქნები ორივე მხრიდან, კარგისაც და ცუდის მიმართაც ობიექტური ვიქნები. უბრალოდ მე სხვა რამე ვთქვი, ახლა მეზობელთან მუდმივად მტრულ მდგომარეობაში ყოფნა არ შეიძლება. ანუ ადრე თუ გვიან უნდა მივახციოთ რაღაც შეთანხმებას. აი ამაზე ვსაუბრობ მე და მე მგონი ამაზე უნდა ვთანხმდებოდეთ ჩვენ. გააგრძელეთ ახლა მეორე კითხვა. კი ბატონო. მეზობელთან მუდმივად მტრული. დაუწიეთ ტელევიზორს, თქვენ ტელეფონით გესმით ჩემი ხმა. კი ბატონო. კი ბატონო. გისმენთ? ახლა მეორე. კი ბატონო. კი, მაგ რაც ისტორია მონახაზი გააკეთეთ, თქვენ ახლა ეს სწორი არის, მაგრამ სინამდვილეში ბოლოს წაგვართვა ყველაფერი. ახლა მეორე. საქართველოს საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ითვლებოდა ერთ-ერთ დიდულ სახელმწიფოდ. მაგრამ რის ხარჯზე იყო ეს ყველაფერი? მე 80 წლის კაცი ვარ და მახსოვს 1000 სამსახურება გამოწვევი, თანამდებობები და ყველაფერი. ქურდობის ხარჯზე. ყველა 99% კაცახლიდან რო გადიოდა კაცი, საქურდლად მიდიოდა სულ ყველა. დირექტორი და დაწყებული რაიკოვის დირექტორი და დაწყებული ჩეკას დირექტორი უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, ქარხნებში, იმაში ყველა ქურდობდა 1% დავტოვებ, რომ იყო სახი ხალხი სადღაც შემოწერი. ამით იქონდა ჩვენ ვითომ კარგად ცხოვრობდით მაშინ. ბატონო ჩემო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ ასაკს პატივს ვცემ და უბრალოდ არ მესმის რაზე ვსაუბრობთ, რომ ცუდი იყო საბჭოთა კავშირი? ცუდი იყო რუსეთი, რაზე ვსაუბრობთ? ხანტურა საიდან მოდის? იქიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. რა შუაშია? მე ვიყავით ამ ფულის მონა და დღესაც ამ ფულის მონა გავხდით ერთი კაცის ხელს. ფული რო იმის ვეპოჭიტებით იმას. ხო და არ უნდა ვიყოთ მონები, მაგას ვამბობ, მონები არ უნდა ვიყოთ.
მეზობლებთან უნდა დავალაგოთ ნორმალური ურთიერთობა იმდენად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. რაც შეეხება დასავლეთს, ბუნებრივია, იმათანაც უნდა დაალაგდეს ნორმალური ურთიერთობა. ანუ ჩვენნაირი ქვეყანა ვერ იქნება საომარ მდგომარეობაში ვერც ერთ ქვეყანასთან. ეს არ ჩვენი ინტერესია და არც ასე ვთქვათ შესაძლებლობა დღესდღეობით. მაგრამ არა უფრო ინტერესი. არა გვაქვს ჩვენ ამის ინტერესი და არ უნდა გქონდეს. ადამიანებს მოენატრათ მშვიდობა. ადამიანებს ახლა ახალი წელია. ერთი მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი. მაგრამ ახალი წელია. რამდენს არ უხარია ეს ახალი წელი? პირდაპირ სიმართლე რო ვთქვათ. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც პირდაპირ ამბობს, რომ არ მიხარია ეს ახალი წელი. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სუფრასაც ვერ შლის, გარდა ამისა, ხალისი არ არის. ყველაფერი იმდენად გაწვება, ყველაფერი იმდენად გრთუნავს, რომ შენ უბრალოდ ხალისი არა გაქვს, რომ თქვა რომ იცი რა არის, მოდი ახალ წელს გაუმარჯოს და მთელი ამბავი და არა გაქვს ამის ხალისი აღარა აქვს ხალხს. არა და გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნორმალური ქვეყანა რა არის? ნორმალური ქვეყანა არის ის, სადაც ადამიანს ეძლევა საშუალება აწარმოოს ბიზნესი და არ ეშინოდეს რომ კლანური სისტემის ინტერესების გადაკვეთა მოხდება და მას გაუჩერებენ ამ ბიზნესს, სადაც ადამიანებს ექნება საშუალება რომ თუ აქვს სურვილი მოეწყოს სამსახურში და იმუშაოს, იმიტომ რომ დღეს ბევრი ახალგაზრდას თავი დავანებოთ, უკვე ზრდასრული ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს და მიდის უცხოეთში. ანუ ნორმალური ქვეყანა არის ის, რომელიც ყველაფრის საშუალებას გაძლევს შენს ქვეყანაში და არ გეუბნება წადი უცხოეთში მოველაპარაკე და იქ იმუშავე, არა. ქვეყანაში გიწყობს ხელს ყველანაირად. ეს არის ნორმალური ხელისუფლება, ეს არის ნორმალური ქვეყანა. ასეთი უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ზარია ეთერში შემოუშვით ზარი. გამარჯობა გიორგი. გაუმარჯოს. როგორ აზრამდები მოგიგის ხალხ, მოგილოცავ შობახარდეს, ჯანმრთელობას გისურვებ, ბედნიერებას გისურვებ. ჩემთვის შობა 6 იანვრიდან 7 იანვარზე თენდება. ჩემთვის ეს არის შობა. ყველა გითხრა მომისმინე, ისა, მაგეთი გიჟები წერა რო კაცი იყო. რუსეთს რო აყადაგებს. რუსეთმა საქართველოს გადაარჩინა. ელექტროენერგიის დროს. თუ არა და ჩვენი ბურღრაღარი შემოდა. დღეს ახლა რუსეთი ჩვენ ვინახავს პროდუქტი ელექტროენერგია, გაზი, დენი, ყველაფერს ფულს გვაძლევს 80%. რუსულ პოსტამ თუ უნდა ეს ვიღაცა ვიდე გიზია, სულელია. ინდოქი, მე მაყურებელს მინდა ვთხოვო, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი ხედვა აქვს. ფულები თავისი შრომით. სულაც არ გონდა. როგორ ვერაგებ, ჩვენთობებში ერთი წლები გასი იყო და 280,000 მაინცი ბანკი წააგეს აღარ მისცეს და ესე იგი რუსეთი ჩვენ გიზება თუ რუსეთმა არ იყო ხელში მეგეთვი ახლა თუ რუსეთმა ხელში არ იყო საქართველოს შემოიძა თურქეთი გადახტლაპოს გასაგებია ამისთვის ის გავიგე ბატონო ჩემო გავიგე დიდი მადლობა ზარისთვის პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ ერთმანეთს მოდით ნუ გავუანძღავთ. ნუ იმ ადამიანს ასეთი ხედვა აქვს, თქვენ სხვანაირი ხედვა გაქვთ, ამიტომ არის განსხვავებული აზრი, რასაც მივესალმები ყოველთვის. უბრალოდ დარეკეთ და თქვით, რომ თქვენ არ ეთანხმებით, თქვა წინა დამრექს და ეწინააღმდეგებით რაღაც კონკრეტულ საკითხებში და ნუ გამოთქვით თქვენი აზრი. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა არ უნდა აიღოს ყველაფერი ხელში. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ. იმისათვის რომ ჩვენ არ გადავყოლაპოს რუსეთმა, არ გადავყოლაპოს თურქეთმა, ან დასავლეთმა, ამისათვის საჭიროა რომ საქართველოს დაბალანსების პოლიტიკა აწარმოოს საგარეო ურთიერთობებში. და ამის შესაძლებლობა საქართველოს აქვს. უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს. ყოველთვის ქანქარასავით ჩვენ ხან ერთ მხარეს გადავიხრებით, ხან მეორე მხარეს გადავიხრებით. ანუ მესამე მხარე რატომღაც საქართველოში არ არსებობს. ან უნდა იყო პროდასავლეთისკენ მიმართული, ან რუსეთისკენ მიმართული. ეს არის უბედურება. მაგას ვამბობ, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. ის პოლიტიკური ძალა არ მოვიდა სათავეში, თქვენ ხალხმა არ მოიყვანეთ ისეთი პოლიტიკური ძალა სათავეში, რომელიც შეძლებს დაბალანსების პოლიტიკა აწარმოოს ქვეყანაში. ზარია ეთერში შემოუშვით ზარი. ისაუბრეთ, გისმენთ.
შეიძლება შეკითხვა? რა თქმა უნდა. ხო, მომიხე განაცხადი. არის ხომ ასეთი საუბრები მესმის ხშირად, რომ ვიყავით ჩვენ რუსების მონა ვიყავით. მაგრამ აი დღევანდელი გადმოსახედიდან რო უყურებთ არა? თუ ვიყავით ჩვენ რუსების მონა, დღეს ევროპის მონა უნდა ვიყოთ. რა განსხვავება არის რუსის მონა ვიქნები თუ მე ევროპის მონა ვიქნები? აი ასეთი რაღაცა უჯიჩო და უზგავსო რაღაცები რომ ეყურება. მე რა თქმა უნდა კორუმპირებული ევროპა, არ მინდა მე კორუმპირებული ევროპა. მე მინდა ნამდვილი, აი წესიერ და პატიოსანი. აი ეს მინდა თქვა ჩემი ისეთი რა. გასაგებია, ძალიან საინტერესო აზრი იყო. მე გეთანხმებით. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ საგარეო დაბალანსების პოლიტიკა. ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ეს ბალანსი ყველა ქვეყანასთან. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი იყოს საგარეო პოლიტიკის ბალანსი. არ უნდა ვიყოთ არავისი მონა რომ არ ვიყოთ, იმიტომ ვამბობ, არ უნდა გადავიხაროთ რომელიღაცა მხარეს, იმიტომ რომ როდესაც იხრები დასავლეთის მხარეს, პატარა სახელმწიფო ხარ. ბუნებრივია რომ დასავლეთი ჩაყლაპავს და მე უკვე გინდა არ გინდა ასრულებ მის დავალებებს. როდესაც იხრები თქვა იგივე რომ რუსეთის მხარეს ის ყლაპავს და მე შენ გინდა თუ არა მის დავალებებს ასრულებ. ის რომ შენ შეინარჩუნო საკუთარი სუვერენიტეტი, ამისთვის საჭიროა აწარმოო დაბალანსების პოლიტიკა ამ ქვეყნებთან. მორჩა. ოღონდ პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს ამისთვის. არა ინტერესი კონკრეტული რაღაცის მიმართ, არამედ პოლიტიკური ნება ეროვნული მთავრობისა. მორჩა. ზარი ეთერში შემოუშვით. ალო. დიახ, გისმენთ. ორი რამე მინდა გითხრათ. დიახ. აი სანამ ცოცხალი იყო გივი ბერიკაშვილი, მას კითხეს რომ პოლიტიკაზე რა აზრისა ხარო და მან ასე უპასუხა დაუბერდიშვილო, მართლაც რომ დაუბერდით და ეს არეულობა ეს ისა არ გამთავრდა ჩვენს მხრებზე გადაიარა აფხაზეთის ომმა, ჩვენს მხრებზე გადაიარა სამაჩაბლოს ომმა და არ დაწნაგდა ეს ყველაფერი. მეორე ისა რომ თქვენ პატრიოტები ძალიან სუფთები და კარგები ხართ და აი თქვათ სათავეში რომ მოსულიყავით დგანა არ იმსახურებთ ქართული ოცნება ასე თუ ისე უწინააღმდეგობას უწევს ნაციონალურ მოძრაობას ამ სვავებს ხო და თქვენ მენანებით სათავეში რომ მოხვდეთ ხო კი იმსახურებთ როგორ გაუწევდით წინააღმდეგობას ნაციონალურ მოძრაობას ამ სვავებს მე სხვა სახელს ვერ დავარქმევ სვავები ნაციონალურ მოძრაობას სვავები არიან მეტი არაფერი ამათ არც ახალი წელი იციან არც რა უნდათ ქუჩაში რო არიან ეხლა ახალი წელი ახლოვდება ჩაგვაშხამეს ყველაფერი მადლობა ზარისთვის ქალბატონო რაც შეეხება ქართულ ოცნებას ვის უწევს წინააღმდეგობას ამაში მე ჩემი აზრი მაქვს, რა ამ თემაზე მე ჩემი აზრი მაქვს, იმიტომ რომ თვითონ ქართული ოცნება 70%-ით შედგება ნაციონალური ძველი ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან. ამიტომ როგორ უტევს მათ, ეს ცოტა სადაო თემაა, მაგრამ თქვენი აზრი მისაღებია. ზარი ეთერ შემოუშვით ზარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. მე როგორც ხვდები ეს თქვენი გადაცემა არის შემაჯამებელი ეთერი ამ წლის რაც არის და ამიტომ მე მინდა ვთქვა რომ ძალიან ცუდი წელი იყო ბევრი ცუდი რამ მოხდა არასახარბიელო არჩევნები დაფიქსირდა მივიღეთ დაპირისპირებები უამრავი მივიღეთ ძალადობა და უსამართლობა რაც გაიმეორა ქართულმა ოცნებამ მივიღეთ პრეზიდენტი რომელიც არანაირად არ აკმაყოფილებს არაფერს კი წესიერი ბიჭია ახლა მაგას ვერ უარყოფ მაგრამ წესიერი იმდენი მეკობარი და ახლობელი მყავს რომ ყველას პრეზიდენტად ვერ დანიშნავ ხომ რაღაც სხვაც არის პატრიოტთა ალიანსის და ამ გაერთიანების ხალხს სუდად მოექცა ქართული ოცნება და აქვე წინა ზარის ავტორ ქალბატონს მინდა უთხრა რომ წინააღმდეგობას ვერ უწევს ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას შეხედეთ კარგად არჩევნების შედეგებს, სულაც რომ გჯეროდეთ ქალბატონო ამ შედეგებით, დაყალბებულიც რომ არ იყოს,
ჩვენ ვხედავთ რომ 46% თუ 47 მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და ესე იგი ნელ-ნელა მოყავთ მთავრობაში და გავა ეს 4 წელიც ახლა თუ გასტანს მანამდე ქართული ოცნება არ ვიცი მე ეჭვება მაგრამ რომ გასტანოს მაინც ბოლოს ნაცმოძრაობა მოდის თუ ამათმა არ დაინახეს ის რომ პატრიოტული ნამდვილი ძალები ნამდვილი ოპოზიცია როგორ ის თქვენ ხართ ხელი კი არ უნდა შეგიშალონ და გებრძოლონ არამედ მოგცენ გასახანი რომ თქვენი ნამდვილი ხმები და ნამდვილი შედეგები რაც არის ის ჩანდეს მადლობა დიდი მრავალ ახალ წელს დაესწარი მრავალ შობას დიდი მადლობა რაც შეეხება შემაჯამებელ სიტყვას ასე ვთქვათ ჩვენ ვიტყვით დაახლოებით 5 წუთი რო დარჩება ეთერის დამთავრებამდე მანამდე ადამიანების აზრს მოусმენთ და მივცემთ საშუალებას რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ. რაც შეეხება რომ 47% ნაცმოძრაობა, ნუ აშინებთ ადამიანებს 47% ნაცმოძრაობა არ არის, მაგრამ ის რომ ნაცმოძრაობა დღეს ასეთი შემართებით გელაპარაკება და ასე ვთქვათ ხმალამოღებული იბრძვის, ეს რასაკვირველია ოცნების დამსახურება, მხოლოდ ოცნების დამსახურება, მან გააცოცხლა და რეანიმირება გაუკეთა უკვე პოლიტიკურად მკვდარ პარტიას. ზარი ეთერში შემოუშვით ზარი. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მე ერთი ასეთი რაღაც აზრი მაქვს, მე სრულიად გეთანხმებით თქვენ რომ მეზობლებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა. ალო. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. მეზობლებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ეს 100%-იანი ეს გასაგებია, მაგრამ იმ მეზობელს თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობის დალაგება და რაფას ითხოვს იმისათვის, რომ ჩვენ კარგად დავალაგოთ იმათთან ურთიერთობა. ამაზე ხომ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ წავიდეთ, ყველაფერი გავუკეთოთ იმას, ყველაფერზე წავიდეთ და რაღაცის პირობას ხო დაგვეყენებს, არა ის მეზობელი, რომელთანაც ჩვენ გვინდა რომ დავაყაროთ კარგი ურთიერთობა. სწორია. კიდე ახლა წინა გამომცვლელები იყვნენ და თქვენს რომ ევროპა, ამერიკა დღეს რასაც მაგენი აკეთებენ, ახლა მე არ ვიცი, არ ვარ პოლიტიკოსი, ახლა ვინც პოლიტიკაში იხდება, კარგად არის გათვისნობიერებული, მაგრამ მე ასეთი ევროპა ნახდად არ მინდა და არც ამერიკა. არ მინდა, ნახდად არ მინდა. კორუფცია რაღაც გადაიყო ხო შემთხვევები რომ სასამართლოში თუ ცივდეს პოლონელმა დეპუტატმა პირდაპირ მიუთითა რომ შენ არ ვარ გიხარი თავმჯდომარეა თუ რაღაცა მაგენის ამიტომ ჩვენ რაღაც ისეთი რაღაც უნდა გამოვნახოთ ისეთი რომ მეზობლებთან თუ არ დავალაგეთ ჩვენი არის ცენტრი საქართველოს თუ არ დალაგდას კავკასია და საქართველოს არსად არ იქნება დალაგებული არაფერი და ერთი თხოვნა კიდე თქვენთან პატრიოტთა ალიანსთან ეს არაქართული სახელი შეცვალეთ რაცა ქართული დაარქვეს არის პატრიოტთა იძახით პატრიოტი კი არც პატრიოტია ქართული და არც ალიანსი თუ საქართველოსია და ქართველობაზეა რაღაც შეუცვალეთ სახელი რა დაგაწევდებოდეს კეთილი ვიფიქრებთ ამაზე რაც შეეხება პირველ თქვენს შენიშვნას რომ უნდა თუ არა მეზობელს ჩვენთან საუბარი საქმე იმაში რომ ჩვენ მივეჩვიეთ კიდევ ერთხელ ჩვენ მივეჩვიეთ ორ ძალთა ცენტრ შორის არჩევანის გაკეთება რომელიღაცა მხარეს და ამ არჩევანს რო ვაკეთებთ მე იმაზე კი არ მიდის საუბარი შენ რას გამიკეთებ ამის სანაცვლოდ ან მე რას გიკეთებ ამის სანაცვლოდ არა ჩვენ უბრალოდ მხარე გავხდით და ვასრულებთ იმას რასაც გვეუბნება ასე ვთქვათ უფროსი ძმა დიდი ძმა ამას უნდა გადავეჩვიოთ და ამ მაშინ უკვე ბუნებრივია მეზობელთან საუბრისას ჩვენ რაღაც დიალოგის წარმოების დროს მივახცევთ რაღაც შედეგს რომელზეც დღეს არ მიდის საუბარი და თუ ეს შედეგი სასურველად არ არსებობს რომელიმე მეზობელთან ვერ მონახო საერთო ენა შეიძლება იმდენი ვერ მოიგო და ის შედეგი ვერ დადგეს შენთვის რომ თქვათ მთლად სასურველი რო არის არა შეიძლება სადღაცას რაღაც წააგო მაგრამ მთლიანად ყველაფერს კი არ თმობ ცოტა რაღაცას აგებ მაგრამ დიდ რაღაცას შეიძენ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ უბრალოდ ვირჩევთ მხარეს და იმ მხარის დავალებებს ვასრულებთ თავიდან ბოლომდე ეს არის არასწორი ამას ვამბობ რაც შეეხება დასავლეთს ის დასავლეთი მე გითხარით გადაცემის თავშივე ვთქვი რომ არის დასავლეთი რომელიც მე მინდა და
და არის დასავლეთი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ეს ორი სხვადასხვა დასავლეთი კი არ არის. ეს ორი სხვადასხვა შემოთავაზება. ანუ ეს არის ის სარგო, რაც შეიძლება მე მივიღო დასავლეთისგან, ოღონდ რაღაცას მე მივიღებ და რაღაცაზე უარს ვიტყვი. მე ამ შემთხვევაში ქვეყანას ვგულისხმობ, ჩვენ რო ვიყოთ სათავეში. ეს არის და ეს შერჩევითი ურთიერთობა ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება რატომ? ურთიერთობა უნდა იყოს ყველასთან. არ შეიძლება შენ არჩევდე ამასთან მექნება ურთიერთობა, ამასთან არა. ურთიერთობა ყველასთან უნდა გქონდეს. უბრალოდ რაღაცას მიიღებ, რაღაცაზე დათანხმდები და რაღაცაზე კატეგორიული უარი გექნება ნათქვამი. მორჩა. ზარი ეთერში, შემოუშვით ზარი. გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. გამარჯობათ, ხო. რამედა თქვა. ჩვენ საქართველო, ხო? გეოგრაფიულად საქართველო ვართ ერთ ქვეყანა, ერთ სამშობლო გვაქვს. ერთ ადგილას ვართ. ჩვენი სამეზობლო, ვინც არის? ვინც არის ვიცით ძალიან კარგად. ყველას არ ჩამოვთვლი, რუსეთს ვიტყვი, რას თავარია, გრანდიოზულს და ყველაზე უფრო საშიშს, როგორც იტყვია. არსად დაწევა ეს რუსეთი კაცი. როგორც იყო, ალი და იქნება, ხო, არსად დაწევა და უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი. დავიდაბალუნდი. აი გადის, და რა ვიცი ახლა, ჩვენ ცდაფები ითვალისწინებდნენ, ზოგი ისე, ზოგი ასე, რა და როგორ ეს ისტორია გათვალა ყველაფერი. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად და ასე შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი და კი ბატონო, დიდი მადლობა. ერთი წამით, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ჩვენ თავზე უნდა ვიფიქროთ. აი როგორც პიროვნება თავის თავზე ფიქრობს, თავის ოჯახზე ფიქრობს. დიდი ოჯახია ხო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი და ასე შემდეგ. აი ესე ნეზონი უყით ამ ყველაფერს. მე ესე ვფიქრობ, თორე რუსები საწევა რაღაც ხო გადავარდება მართლა იქ არა არ დაწევა, არც რუსეთი, არც თურქეთი და არც თავი. გეთანხმებით. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის, თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. მე გეთანხმებით, რომ და ამაზე არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვმოქმედებდეთ საკუთარი ინტერესებიდან, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვის ინტერესს არ გავითვალისწინებთ და სხვისი ინტერესი თქვა ჩვენთვის მიუღებელი იქნება საერთოდ. არა, უბრალოდ იმ სხვის ინტერესებში შეიძლება იყოს რაღაც ნიუანსი, ან მოთხოვნის რაღაც პაკეტი, რომელზეც ჩვენ უარს ვიტყვით. ეს არის და ეს, ამაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ ის რომ უნდა ვმოქმედებდეთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მე მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით და ამის მოწინააღმდეგე არავინ არ იქნება. ზარი ეთერ შემოუშვით. ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ისაუბრეთ. ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. ტელეფონით გესმით ჩემი ხმა. ალო? დიახ, ისაუბრეთ, ქალბატონო. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. გილოთ დამძეკ ახალ წელს შოუბას ყველაფერს. თქვენს ასევე. ყველანი მიყვარხართ ძალიან და ძალიან კარგი არხი გაქვთ. და მე თუ მკითხავთ თქვენ თავარ ოპოზიციურ ძალად შეგიყვანით პარლამენტში. მეორე ძალა იქნებოდით, მაშინ იქნებოდა ყველაფერი კარგად. მაგრამ ჩვენ არ გვეკითხებიან, ეს არის უბედურება. ეს არის ჩვენი გაჭირება და უბედურება, რომ ხალხს არ ეკითხებიან. აი ეს არის მთავარი. მთავარია, რომ რასაც საუბრობთ, ყველაფერს ვეთანხმებით და მეზობლები საჭიროა. მეზობელი პირველ რიგში საჭიროა და მერე სხვა. მაგრამ ეს კოჰაბიტაციას დასავლეთმა მოაწყო და აიძულა ალბათ ხელისუფლება ამაზე წასულიყო, თორემ მაგას არავინ არ გააკეთებდა.
კოჰაბიტაციას აიძულეს. ყველაფერი ეს ცუდი რაც ხდება, ყველაფერს აიძულებენ და მერე ვითომ გამოდიან შრალად. თვითონ შრალად გამოდიან წყლიდან და ან დანაშაულებენ სხვას. აი ეს არის ჩვენი უბედურება და ჩვენი გაჭირება. კოჰაბიტაციას თავიდან არ უნდა მომხდარიყო. მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა ხალხს, ყველა რომ გასუსული იყო და ენას არ იღებდა. მაშინვე უნდა გვეყვირა. მაშინვე, მაგრამ არ მოხდა ეს და ეხლა იმიტომ უჭირთ. ეხლა უჭირთ საქართველოს ჩვენ კიდე ომის გადატანა არ შეგვიძლია. ჩვენ ვერ გადავიტანთ კიდე სამოქალაქო ომს. ამის ყურება ჩვენ არ შეგვიძლია, ამის არაფერი არ შეგვიძლია და რა ვქნათ? ისევე რა უყვით, ალიევი, ერდოღანი, ყველა ჩადის იმ რუსეთში და ჩვენი ვინ ჩასულა, არავინ არ ჩასულა და რუსები მონები ხართ, რუსების მონები ხართ. რა სისულელეს იძახიან ეს ოპოზიცია, რა სისულელებს იძახიან? საიდან მოიგონეს? ვინ კავშირშია რუსეთთან? რა კავშირშია, რა შუაშია? როჭამენ და სვამენ რუსეთის ნაწამს და პუსის კარგია. კეთილი, კარგით ქალბატონო, დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის, აზრი გასაგებია. მივცეთ სხვებსაც საშუალება რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, რაც შეეხება რუსეთს, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე თუ არ მომწონს ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება როგორ მეკცევა მე, თუ კონკრეტულად ეს არ მომწონს, ჩემთვის სულ ერთია ის ხელისუფლება პრო-რუსულია, პრო-დასავლურია. ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი მაგალითად სააკაშვილი. სააკაშვილი იყო პრო-დასავლელი, ხო? ანუ ღიად ამბობდა, რომ ის არის პრო-დასავლელი, ამას არ მალავდა, ყველამ ვიცოდით. მაგრამ ის როგორც ნაცმოძრაობა იმ პერიოდში ექცეოდა ხალხს, ეს არ იყო მოსაწონი. ამიტომ ხალხი დაუპირისპირდა ნაცმოძრაობას. დღეს ანალოგიურად, თითქმის ანალოგიურად იქცევა ქართული ოცნება. მე თუ ეს არ მომწონს, ჩემთვის სულ ერთია ის პრო-დასავლელია, პრო-რუსია, პრო-ჩინელია და ასე შემდეგ. ჩემთვის სულ ერთია. მე მისი ქცევა არ მომწონს. მე მის საქციელს ვუპირისპირდები, თორე იმას კი არა, რომ დღეს ის რუსეთთან არის ახლოს თუ ამერიკასთან. ამას ვეუბნები ზუსტად იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს, რომელიც ყველაფერს აბავენ, რომ ეს აი როგორც რუსეთი ეუბნება, ისე იქცევა. არა, ის ისე იქცევა, როგორც მას თვითონ უნდა. და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ ის ისე იქცევა, როგორც მას უნდა. როგორც ქვეყანას სჭირდება კი არა, როგორც პირადად მას უნდა და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. როცა ადამიანს გონია, რომ ეს ქვეყანა არის მისი საკუთრება. კონკრეტულად მათ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ და არა იმ მითიურ რაღაც კავშირებს ან რუსეთთან, ან დასავლეთთან, ან ჩინეთთან და ასე შემდეგ. აი გარესმის ხალხს. ამიტომ ერთი აბრალებს რომ შენ პრო-რუსი ხარ, ესენი უყვირიან რომ თქვენ რომ დასავლეთი LGBT გინდა და ამიტომ რა შუაშია დასავლეთი LGBT ვიღაცა გვთავაზობს რომ თქვენ აქ LGBT პროპაგანდა უნდა აწარმოოთ. ვეუბნებით რომ არ უნდა ვაწარმოოთ და არ ვაწარმოებთ. რა ვინმე ომს გიწყებთ? არა. რა ტრამპი ამას გეუბნება? არა. დღეს ხო ტრამპია პრეზიდენტი, ტრამპი წარმოადგენს დასავლეთს. ანუ ამერიკა ამას არ გთავაზობს და არ გთხოვს. ესე იგი დასავლეთი არაფრის შუაში არ არის. კონკრეტული ხალხია, რომელიც მართავს სხვადასხვა დეპარტამენტს, სხვადასხვა სამინისტროს. შეიძლება სხვადასხვა ქვეყანას დასავლურს. კი ბატონო, არის ეგ ხალხი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთი მთლიანად ასეთია. მანდაც არიან კონსერვატიული ძალები ძალიან ბევრი. ამიტომ ვამბობ, რომ შევეშვათ ამ რუსეთს დასავლეთს. მე არ მომწონს როგორ იქცევა ხელისუფლება. ამაზე უნდა ვისაუბრო და ამას უნდა შევეწინააღმდეგო. ეს უნდა იყოს ქართველი კაცის ამოცანა. თუ ჩვენ მართლა გვინდა რომ გავხდეთ თავისუფლები. თორე ჩვენ თუ ხვირი ვართ რომ მე პრო-დასავლური ორიენტაციის ტიპი ვარ, როგორ შეიძლება შენ თავისუფალი იყო? ან მე პრო-რუსი ვარ, ან შენ როგორ შეიძლება თავისუფალი იყო? არავინ არ ამბობს მე ქართველი ვარ და საქართველოსთვის ვიბრძვი. არა, მე ვიბრძვი იმისთვის რომ იქ მოხვდე, აქ მოხვდე. ხალხო იმისთვის უნდა იბრძოლო რომ ქვეყანა გათავისუფლდეს. მერე ვისთან რა ურთიერთობა გვექნება, რა იქნება ჩვენთვის მისაღები ევროპიდან თუ სხვა ქვეყნიდან, ამას შემდეგ ვნახავთ. რაზე ვიტყვით უარს, ეს შემდეგ იქნება. მანამდე გათავისუფლდით აქ ქვეყნის შიგნით. ზარია ეთერში შემოუშვი ზარი. გამარჯობა, ზოძორო გიორგი. მოგესალმებით. გილოცავთ. გავაზა ეს არის თქვენი ოჯახის. თერაპიულ სიცი ამ ხალხის ზოძორო გიორგი.
ეზობელი კარისაო, სინაცვლია თვალისაო, ჯერ რომელ საუკუნეში თქვა ცხოვრებულმა, ის 80 წლის კაცი რო გამოდის და რუსსა ლაძღავს, რუსთანაც კარგად უნდა ვიყოთ, თურქთანაც, აზერბაიჯანს, სულ ყველასთან მეზობლებთან უნდა ქონდეს კარგი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაწაროთ ჩვენი ქართული, რასაც ქვია ქართველობა. და ის 80 წლის ბებერი რო ლაპარაკობს, რა გავიკეთა, რა უნდა გავიკეთო, მაინც მაგას უნდა გაუკეთოს, რკინიგზა ვერ გაგიყვანა, მეტრო ვერ გაგიყვანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ვინ აგიშენა, მაგრამ მეტრო აი უბადურობაზე ცუდი არაფერია. ან ეხლა ვის უნდა მიუძგეთ ჩვენა? გარეშემო მუსულმანური სამყაროა, ქრისტიანული სამყაროა. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო რჩება, თქვენი აზრი ჩემთვის გასაგებია. თუმცა მე შემიძლია უბრალოდ ჩემი ჩავთვალოთ ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მეტრო აგვიშენა რუსეთმა, თუნდაც რუსთავის ქარხანა აგვიშენა რუსეთმა და ასე შემდეგ. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და გეტყვით რატომ. რუსეთმა არა, საბჭოთა კავშირმა და ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი. ასე საბჭოთა კავშირში ყველა ქვეყანაში იმ 15-ვე რესპუბლიკაში რაღაცა შენდებოდა, სადღაცას ქართველი მუშაობდა, სადღაცას რუსი მუშაობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დოვლაც ქმნიდა 15-ვე რესპუბლიკა. გასაგებია, რომ ამ 15 რესპუბლიკაში რუსეთი ყველაზე დიდი სახელმწიფო იყო, მაგრამ მაინც ეს იყო ერთიანი დიდი სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამიტომ აქ ჩვენ რუსეთმა კი არ გაგვიკეთა და იქ რუსეთმა კი არ გაგვიკეთა. მაშინ აკეთებდა ყველა ერთად. ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ლატვიელი, რავი, ესტონელი და ასე შემდეგ. ანუ ყველა იმ 15 რესპუბლიკის მოქალაქე თავის დოვლადს ქმნიდა და ეს იყო ერთიანი რესურსი, რომელსაც იყენებდა ყველა 15 რესპუბლიკა. კარგით. ეხლა უკვე დრო ფაქტიურად ამოიწურა, მე მინდა შევაჯამო, მოკლედ შევაჯამო 2024 წელი. ძალიან რთული წელიწადი იყო, შემიძლია ვთქვა, აქციები დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ამას ველოდებოდით, მერე მოხდა არჩევნები, რომელიც გაყალბდა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გაყალბდა, უამრავი დარღვევა იყო და ეს დარღვევები დევს, თუ ვიღაცა ამბობს, რომ ფაქტი რაღაცა, ძალიან 4000-ზე მეტი დარღვევაა. მაგრამ ამასაც თავი რო დავანებოთ, ის რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს, იმ ძალაუფლების უზურპირება, ის რომ ადამიანებს არ უნდათ ხელიდან გაუშვან ძალაუფლება, მე ბევრი ასეთი დიქტატორი ვიცი ისტორიიდან. გინდა უახლესი ისტორიიდან, გინდა მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან. ძალიან ბევრი ასეთი დიქტატორი ვიცი, ქვეყანა ვარდებოდა ძალიან რთულ და ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ბევრი ადამიანი სერიოზულად ზარალდებოდა, მერე კი იყო ყველაფერი კარგად, ასე ვთქვათ, როცა დიქტატურას იშორებდნენ, მაგრამ მანამდე ძალიან ცუდ დღეში ვარდებოდა ქვეყანა. მე ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ 25 წელს ჩვენ რეალურად გავთავისუფლდებით იმ წნეხისგან, რომელსაც ქვია დღევანდელი რეჟიმი. აი მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ისეთივე რეჟიმია, როგორც სხვა პოლიტიკური ძალები სხვადასხვა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ რეჟიმს ვეძახით. და არ განსხვავდება. არაფრით არ განსხვავდება. ასეთი ერთპიროვნული მართლობა საქართველოსი არის დაუშვებელი და ჩვენ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაუშვათ. რა როგორ დამთავრდება ამას ვნახავთ, მაგრამ მე მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ყველას და იმედი ვიქონიოთ, რომ 2025 წელს ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს იქნება თუნდაც პატარა გამარჯვება, მაგრამ გამარჯვება მაინც იქნება, ჩვენ მივახცევთ იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ჩვენ ისევ დავბრუნდებით საქართველოს დაბრუნდება დემოკრატიულ რელსებზე. კარგად ბრძანდებოდეთ.